მოგესალმებით, ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრებისა და იგავების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი მერაბ პონიანი. ახლა წაგიკითხავთ იგავს, რომელსაც ქვია გონების მაგია. ერთი მოგზაური შემთხვევით 60-ში მოხვდა. ინდური ტრადიცია 60-ის გაგებისა არის ხეები, რომლებიც სურვილებს ასრულებენ. შენ უბრალოდ ზიხარ ამ ხეების ქვეშ, ისურვებ რაიმეს და შენი სურვილი სრულდება. სურვილსა და მის შესრულებას შორის წამის გაელვებაც კი არ არის. ადამიანი დაიღალა და დასაძინებლად დაწვა ასეთი ხეების ქვეშ. როდესაც გაიღვიძა, შიმშილის გზნობამ შეაწუხა და თქვა, მე ძალიან მშიერი ვარ და შევჭამდი რამეს. და მაშინვე იქ გაჩნდა საჭმელი. ადამიანმა შეჭამა საჭმელი, დატკბა გემოთი, ისე როგორც არასდროს მის ცხოვრებაში ის ძალიან კმაყოფილი იყო, მაგრამ უცებ ასეთი აზრი მოუვიდა, რაღაც დალევის სურვილი მაქვს, გაიფიქრა ადამიანმა და მაშინვე არაჩვეულებრივი ღვინო გაჩნდა მის თვალწინ. 60-ის სიგრილეში, ხის ჩრდილქვეშ, რომელიც სურვილებს ასრულებდა, მოდუნებულად სვავდა სასმელს და დაფიქრდა, ნეტავ რა ხდება? მე მძინავს და სიზმარს ხედავ თუ ჩემს ირგვლივ სულები არიან, რომლებიც მეთამაშებიან და მეხუმრებიან. სულები მაშინვე იქ გაჩნდნენ. ისინი აუტანლად საშიშნი იყვნენ. ადამიანს შეეშინდა და გაიფიქრა. ახლა კი ისინი მე ნამდვილად მომკლავენ და მალე ის მართლაც მოკლული ეგდო ხეების ქვეშ. ეს იგავი ეხება იმ თემას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, თუ როგორ ფიქრობთ ჩვენ, რას ფიქრობთ, როგორ წარმოგვიდგენია და ისევ დასტურია, რომ როგორც ფიქრობთ და როგორც უყურებთ სამყაროს, იგივეს ვიღებთ. სამყარო აირეკლავს იმას, რაც ჩვენგან მოდის და უკანვე გვიბრუნებს მას. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად არის დაკავშირებული ჩვენი კეთილდღეობითი მდგომარეობა ჩვენსავე მახასიათებლებზე, ჩვენი ფიქრების, აზრების შინაარსზე და ჩვენს განწყობებზე, რამდენად პოზიტიური, რამდენად დადებითია და რამდენად იმედის თვალით უყურებს ადამიანი თუნდაც ხვალინდელ დღეს ან მომავალს. ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო თემაა. ჩვენთვის, როგორც ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ ამ თუ იმ თემასთან დაკავშირებით, მოუთმენლად ველით თქვენგან გამოხმაურებას. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რათა გავითვალისწინოთ მომავალ საქმიანობაში. ამიტომ გთხოვთ დაგვიკომენტაროთ ყოველივე და გამოიწეროთ ჩვენი არხი.